სალამი ყველას, დავუბრუნდით შეპირებული ვიდეოთი. დიდით ხომ უნდა იქნება რომ არხი გამოიწეროთ, რადგან ძალიან მინდა რომ 1000 გამომწერზე რაც შეიძლება მალე ავიდე, ეხლა კიდე პირდაპირ მოდი გადავიდეთ ბილდების განხილვაზე. Malefic-ის პასივი ორი ნაწილისგან შედგება და მისი პირველი ნაწილის მიხედვით მას აქვს საკმაოდ მაღალი ფიზიკური შეღწევადობა. რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალი ფიზიკური დაცვის გმირების წინააღმდეგ საკმაოდ კარგი რაღაცა არის, რადგანაც მათი ფიზიკური დაცვის ამ რაღაც ნაწილს აიგნორებს. ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ Malefic რორსაც აქვს ზუსტად იგივენაირი პასივი პირველ ნაწილში, ამიტომაც ეს პასივები ერთმანეთს არ ისტაკება. ანუ თუ ერთს აქვს 30% და მეორე აიტემსაც ვიყიდით, უბრალოდ 30% დაგვრჩება და 60 არ გახდება. ზუსტად ამ მიზეზის გამო ამ ორი აიტემის ერთად ყიდვა არც ისე ჭკვიანურია. პასივის მეორე ნაწილის მიხედვით ის ზრდის basic attack-ის range-ს, ანუ ჩვეულებრივი დარტყმის მანძილს თუ რამ ხელაზე შეუტევთ ოპონენტს. ოპონენტის დარტყმის შემდეგ კიდევ ცოტათი ფეხის სიჩქარესაც ზრდის. უმეტესად ამ აიტემს მარქსმენები გამოიყენებენ, ისეთები როგორიც არის მაგალითად ჰანაბი, მია, ლაილა, მაგრამ არის რამოდენიმე ფაითერი, რომელიც ამ აიტემს ძალიან კარგად ირგებს, ეგეთები არის მაგალითად აულუსი და ფრეია. Great Dragon Spear-ის პასივი ულტის დროს აგვაჩქარებს რაღაც გარკვეული დროით და ამ შესაძლებლობას აქვს გარკვეული დრო, სანამ ისევ თავიდან შეგვეძლება რომ გამოვიყენოთ. ამ აიტემს შევხვდებით ისეთ გმირებზე, მაგალითად როგორებიც არის ფაითერებიდან ალუკარდი, არგუსი, ზილონგი, ასასინებიდან ჰანზო, ლინკი, ნატალია, მარქსმენებიდან ბრუნო, კლინტი, რითელი და ასე შემდეგ. ანუ უმეტესად ისეთი გმირები, რომლებიც კრიტაზე არიან დამოკიდებულები, ანუ კრიტიკალ შეტევაზე ეწყობიან, ან უბრალოდ cooldown-ი ჭირდებათ ბილდში, ანუ სკილებზე ცოტა უფრო ნაკლები დრო გქონდეთ და უფრო მალმალე ეძლეოდეთ, ან უბრალოდ ულტის მერე სიჩქარე ჭირდებათ, მაგალითად როგორც არის ირითელი. სია ჰალბერტი იგივე ანტიხილი. ამ აიტემის ყიდვის მერე ოპონენტს, რომელსაც დავარტყავთ, საგრძნობლად დააგდება სიცოცხლის მომატების და შილდის გაკეთების უნარი. ასევე გვიზრდის დემეიჯს ისეთი გმირების მიმართ, რომლებსაც დამატებითი სიცოცხლე აქვთ დიდი. ამ აიტემს კარგად ირგებენ ისეთი გმირები, როგორებიც არის მაგალითად ფაითერებიდან არგუსი, იანი, ბედანგი, ასასინებიდან ლინკი, ნატალია, სეიბერი, მარქსმენებიდან კლინტი, ლესლი, მელისა და სხვა უამრავი გმირი კიდევ. ეს აიტემი ძალიან კარგი არის ისეთი გმირების წინააღმდეგ, როგორებიც არის ურანუსი, ბელერიკი, ჯონსონი, ალფა, თამუზი, იუჟონგი, ალისა, სესილიონი, ესმერალდა, კლაუდი, ჰანაბი, იქსია და რაც თავარია სუპორტები, როგორებიც არის ანჯელა, ესტესი, რაფაელა და რა თქმა უნდა მინოტავრი და საერთოდ ძალიან ბევრი გმირის წინააღმდეგ არის ეს აიტემი კარგი და ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი აიტემი არის ერთ-ერთი მთელ თამაში. ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ეს სიცოცხლის მომატების ეფექტი მაინც აკლდება მოწინააღმდეგეს, თუ მას რაღაცა იმუნიტი აქვს გააქტიურებული, მაგალითად როგორიც არის ნატალიას მეორე სკილი, კარინას პირველი სკილი, ან თუნდაც Wind of Nature. თავარია ოპონენტს დავარტყათ და მნიშვნელობა რა აქვს ეს დარტყმა მას დემეიჯს მიაყენებს თუ არა, ეფექტი მაინც დაედება. Rose Gold მეტეორი ჩვენს დამატებით ფიზიკალ ატაკას ყოფს 4-ზე და ამ ყველაფერს გარდაქმნის ჰიპერიდულ დაცვად. ეს დაცვა მაქსიმუმ შეგვიძლია 50-მდე გავზარდოთ. ეს ეფექტი მოქმედებს მხოლოდ ფაითერებზე, თუ ფაითერ ასასინი ხარ ან ფაითერ მარქსმენი ხარ, ან თუნდაც სხვა გმირი ხარ, ეს ეფექტი ნახევრდება. ასევე როდესაც ეს აიტემი გვაქვს, მაშინ როდესაც ჩვენი სიცოცხლე 30%-ს ჩაცდება, გაგვიაქტიურდება შილდი, რომელიც ჩვენი ლეველის მიხედვით იზრდება, ანუ ვით უფრო მაღალი ლეველი გაქვს, მით უფრო დიდი შილდი გაიაქტიურდება. ასევე შილდის გააქტიურებისთანავე ცოტათი აუჩქარდებით და შემდეგ ნელ-ნელა ისე ჩვეულებრივ სიჩქარეს დაუბრუნდებით. ამ ეფექტს აქვს cooldown-ი და მისი გამოყენების შემდეგ რაღაც დრო უნდა გავიდეს, რომ ისევ ხელთავიდან გააქტიურდეს. ამ აიტემის ყიდვით გავიზრდით გადარჩენის შანსს ისეთი გმირების წინააღმდეგ, რომლებსაც ძალიან სწრაფად შეუძლიათ დიდი დემეიჯის მოყენება. ამ აიტემს ფაითერებიც იყენებენ, ასასინებიც და მარქსმენებიც, უმეტესად ისეთი გმირები, რომლებიც გადარჩენის უნარით დიდად არ გამოირჩევიან, ანუ პატარა სიცოცხლე აქვთ და თუ მოწინააღმდეგის რიგებში შევარდებიან, ცოტაოდენი გამძლეობა ჭირდებათ, ან უბრალოდ ოპონენტები თუ ხშირად აფოკუსებენ, მაგ შემთხვევაში არის ხოლმე როგორც წესი ამ აიტემის აწყობა საჭირო. Hunter Strike-ის ყიდვის შემთხვევაში გაგვეზრდება ფიზიკური შეღწევადობა და ასევე თუ ოპონენტს ან კრიპს, ერთი და იგივე ოპონენტს ან ერთი და იგივე კრიპს 5 ჯერ მიყოლებით დავარტყამთ, გაგვეზრდება ფეხის სიჩქარე და რაღაც გარკვეული დროის შემდეგ ისევ ჩვეულებრივ სიჩქარეს დავუბრუნდებით. ამ აიტემის პასივის გამოყენების შემდეგ რაღაც გარკვეული დრო უნდა გავიდეს, რომ ეს პასივი ისევ გავააქტიუროთ. ამ აიტემს ხშირად შევხვდებით ისეთ გმირებზე, როგორიც არის ალუკარდი, მარტისი, იანი, ლანსელოტი, ჰანზო, სეიბერი, ბროდი, კლინტი ან გრეინჯერი. Blade of Despair-ის აწყობის შემდეგ, როდესაც ოპონენტს, რომელსაც 50%-ზე დაბალი სიცოცხლე აქვს, შევუტევთ, ზიანს მივაყენებთ, ჩვენი დემეიჯი საგრძნობლად გაიზრდება. ეს ეფექტი დიდი ხნით არ გრძელდება, მაგრამ ეგრევე აქტიურდება, როგორც კი ოპონენტს დემეიჯს მივაყენებთ. ანუ თავიდანვე გაზრდილი დემეიჯი გვაქვს, თითქოს მანამდე აქტიურდება, სანამ დემეიჯს მივაყენებთ ოპონენტს. ამ აიტემს მთელ თამაში ყველაზე დიდი ფიზიკური შეტევა აქვს და ჩემი აზრით ყველაზე გამოსადეგი აიტემი არის ისეთი გმირებისთვის, რომლებსაც ძალიან დიდი დემეიჯი აქვთ,
ან ისეთი გმირებისთვის, რომლებსაც ძალიან მარტივად შეუძლიათ ოპონენტის უკანა ლაინში ყველაზე სუსტ გმირებში შესვლა და მათი ჩახსნა. უკანა მხარეს როგორც ესე ან მარქსმენები ან მეიჯები არიან ხოლმე, ან ისეთი გმირები, რომლებსაც ცოტა სიცოცხლე აქვთ და რადგანაც ცოტა სიცოცხლე აქვთ და 50%-ზე თაბლა აქვთ სიცოცხლე, შესაბამისად ჩვენი დემეიჯი მათზე უფრო დიდი იქნება და ძალიან მარტივი გახდება მათი მოკვლა. Blade of the Heptasis. ამ აიტემის აწყობის შემთხვევაში დაგვემატება ფიზიკური შეღწევადობა და ასევე თუ ოპონენტისთვის დემეიჯი არ მიგვიყენებია 5 წამის განმავლობაში და არც მათ დაუგლიათ ჩვენთვის, რა თქმა უნდა არ ითვლება კრიფებზე ჩვეულებრივად შეგვიძლია დემეიჯი გავაკეთოთ და მათაც გავუკეთონ. ამ შემთხვევაში შემდეგი ჩვენი ჩვეულებრივი დარტყმა ოპონენტს მიაყენებს დამატებით დემეიჯს და შეანელებს მათ. ეს აიტემი ჩემი აზრით არის ისეთი ასასინებისთვის, რომლებსაც ბუჩქები უყვართ და ასევე ფაითერებისთვისაც და მარქსმენებისთვისაც, რადგანაც ეგენი შორიდან უტევენ ოპონენტებს და შესაბამისად ამ აიტემის პასივის გამოყენება ძალიან მარტივად შეუძლიათ. ფაითერებიდან ამ აიტემს კარგად გამოიყენებს ალბათ შოუ, ალდუსი, იანი, ასასინებიდან ჰელკარტი, ნოლანი, ნატალია, მარქსმენებიდან ბროდი, კლინტი, ლესლი და ასე შემდეგ. Mintalkeris აწყობის შემთხვევაში 5-დან 2 წამი უნდა გავიდეს იმისთვის, რომ შედეგმა ჩვეულებრივმა დარტყმამ სამ ოპონენტს მიაყენოს მაგიური დემეიჯი. 5-დან 2 წამი, იმიტომ რომ ყოველი ჩვეულებრივი დარტყმა ამ კოლდაუნს, ასე რომ ვთქვათ, ამცირებს გარკვეული დროით. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს დარტყმა შესაძლებელი არის, რომ იყოს კრიტიკალი და ამ აიტემიდან წამოსული დემეიჯი ბევრად მაღალი არის კრიფებზე. ამ აიტემს ხშირად შევხვდებით ისეთ გმირებში, რომლებსაც ჭირდებათ, რომ გაზარდონ დარტყმის სიჩქარე და ასევე ფეხის სიჩქარე, რადგანაც ორივე მათგანს ეს აიტემი საგრძნულად ზრდის. Endless Battle. ამ აიტემის ყიდვის შემდეგ, როდესაც ოპონენტზე სკილს გამოვიყენებთ, 3 წამი გვაქვს იმისთვის, რომ შემდეგ ჩვეულებრივი დარტყმა გამოვიყენოთ მას. თუ ამ 3 წამის განმავლობაში ოპონენტს ჩვეულებრივ დარტყმას გავუკეთებთ, ეს დემეიჯი საგრძნულად იქნება გაზრდილი და ასევე ცოტა ოდენ სიცოცხლესაც მოგვიმატებს. ამ პასივის გამოყენების შემდეგ სულ ცოტა დრო უნდა გავიდეს, რომ ისევ თავიდან გამოვიყენოთ. ეს ალბათ იმიტომ არის, რომ არიან თამაში ისეთი გმირები, როგორიც არის კლინტი, ფრეია და სხვა, ანუ ისეთი გმირები, რომლების სკილების ანიმაციაც ძალიან პატარა არის და ყოველი სკილის შემდეგ, რომ ამ პასივის გამოყენება შეეძლოთ, ზედმეტად ძლიერები იქნებოდნენ თამაში. საბოლოო ჯამში ამ აიტემს ძალიან ბევრ გმირზე შევხვდებით ფაითერებშიც, ასასინებშიც, მარქსმენებში, უმეტესად ისეთ გმირებზე, რომლებსაც შეუძლიათ, რომ სკილის გამოყენების შემდეგ ჩვეულებრივი დარტყმაც გააკეთონ. Berserker Fury. ამ მომენტისთვის თამაში არის ერთადერთი აიტემი, რომელსაც შეუძლია, რომ კრიტიკული დარტყმა მოგვიმატოს. დანარჩენი აიტემები უბრალოდ შანსს გვიზრდიან იმისას, რომ უფრო ხშირად მივაყენოთ ეს კრიტიკული დემეიჯი. ეს აიტემი კრიტიკულ შანსსაც გვიზრდის, კრიტიკულ დემეიჯსაც გვიზრდის და ასევე ყოველი გაკეთებული კრიტიკული დემეიჯის შემდეგ ჩვენი დემეიჯი იზრდება ცოტათი გარკვეული დროით. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ეს აიტემი უხდება ისეთ გმირებს, რომლებიც დამოკიდებული არიან კრიტიკალ დემეიჯზე. Ask Klaus. ეს აიტემი ამატებს სიცოცხლის მომატების უნარს, იგივე lifesteal-ს. და ასევე ყოველი მიყენებული კრიტიკული დემეიჯის შემდეგ გზრდის ჩვენი დარტყმის სიჩქარეს გარკვეული დროით. ამ აიტემს უმეტესად ისეთ გმირებზე ყიდულობენ, რომლებსაც სჭირდებათ დარტყმის სიჩქარის გაზრდა და ასევე კრიტიკული შანსის მიყენების გაზრდა. Mintalkers ამ აიტემს და Berserker Fury-ს ზუსტად ამ თანმიმდევრობით ბევრ გმირში შევხვდებით, რადგანაც ერთმანეთს ძალიან უხდებიან და ასე რომ ვთქვათ, ერთად ძალიან კარგად მუშაობენ. Malefic Roar-ის პასივი ორი ნაწილისგან შედგება და როგორც უკვე აღვნიშნე, მისი პირველი ნაწილი ზუსტად იგივენაირია, რაც აქვს Malefic Guns. იმის გამო, რომ პასივები არ ისტაკება, ამ ორი აიტემის ერთად ყიდვა არ არის რეკომენდირებული, რადგანაც მხოლოდ ერთი პასივი შეგრჩება ჩვენ. ისევე როგორც ამ აიტემის პირველი ნაწილი, მეორე ნაწილიც ამატებს ფიზიკურ შეღწევადობას და ეს ოღონდ მოქმედებს ეგეთნაირად, რომ ვით უფრო მაღალი არის მოწინააღმდეგის ფიზიკური დაცვა, მით უფრო მაღალი არის ჩვენი ფიზიკური შეღწევადობაც. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის ლიმიტი აქვს, რამდენად დიდი ფიზიკური შეღწევადობა შეგვიძლია ვქონდეს, ამ ყველაფრის გამოთვლა რა თქმა უნდა ჩვეულებრივად შეგიძლიათ, მაგრამ ციფრებში არ შევალ, რადგანაც ამ აიტემზე და ზოგადად ყველა აიტემზე ეს ციფრები იცვლება ხოლმე როგორც წესი და ამიტომაც ჩემი აზრით აზრი არ აქვს უბრალოდ ეგ ყველაფერი თქვენით უნდა გამოთვალოთ, თუ რა თქმა უნდა მაგ დონეზე თამაშის დამოღამებას აპირებთ. თუ ვიდეოს ამ მომენტამდე უყურეთ და თვლი რომ რაიმე საინტერესო გაიგე აქედან, აუცილებლად გამოიწერე არხი, რათა უფრო მალე მივახციო 1000 გამომწერამდე. Varex's პასივი მარტივად რომ ავხსნათ, ყოველი დარტყმის შემდეგ ჩვენი დემეიჯი იზრდება, ანუ ვისტაკებით ჩვენი დემეიჯი იზრდება და თუ 4 წამის განმავლობაში ოპონენტს არ დავარტყავთ, ეს სტაკები ისევ განულდება. ანუ ჩვენი დემეიჯი ჩვეულებრივ ზომას დაუბრუნდება. სტაკების მაქსიმალური რაოდენობის მიღწევის შემდეგ კიდევ დამატებით true damage-საც უგეთებთ ოპონენტს. ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მარქსმენები, მეიჯები და სუპორტები ამ აიტემიდან მხოლოდ ნახევარ სარგებელს იღებენ. ამ აიტემს უმეტესად ფაითერებში შევხვდებით, მაგრამ არიან ასასინების და ტანკებიც, რომლებიც ამ აიტემს ჩვეულებრივად იყენებენ. Wind of Nature. ამ აიტემის ყიდვის შემდეგ გაგვისდება დამატებითი სკილებით და მასზე დაჭერის შემდეგ ყველანაირი ფიზიკური დემეიჯის მიმართ ვართ იმუნურები გარკვეული დროით. არა მარქსმენი გმირებისთვის, ან ისეთი გმირებისთვის, რომელსაც მარქსმენის გარდა სხვა რაღაცაც უწერიათ როლში, ეს ეფექტი განახევრებულია.
ამ ეფექტის გამოყენების შემდეგ რაღაც დრო უნდა გავიდეს, რომ ისევ გამოვიყენოთ. როგორც უკვე მიხვდებოდით, ამ აიტემს ყიდულობენ ხოლმე მარქსმენები იმ შემთხვევაში, როდესაც ოპონენტის ისეთი გმირები, რომლებსაც ფიზიკური შეტევა აქვთ, მას აფუძებენ, ანუ ცდილობენ მის მოკვლას, ესენი შეიძლება იყვნენ მარქსმენები ან ასასინები. Golden Staff-ი ერთ-ერთი გარდაქმნის critical chance დარტყმის სიჩქარით. ანუ თუ 10% ქონდა critical chance-ი, ეს 10% critical chance-ი გაუქმდება და მოგვემატება სამაგეროდ დარტყმის სიჩქარე 10%. ამ აიტემს აქვს ასევე პასივის მეორე ნაწილიც, რომლის მიხედვითაც ორი ჩვეულებრივი დარტყმის შემდეგ, რომელიც critical damage არ იქნება, შემდეგი დარტყმა იქნება ბევრად სწრაფი და ეს ეფექტი გამეორდება ორჯერ. ანუ ორჯერ განვახორციელებთ ბევრად სწრაფ დარტყმას. თუ არ იცოდით, ატაკ სპიდზე არის ლიმიტები თამაშში, მხოლოდ 3 დარტყმის გაკეთება არის შესაძლებელი 1 წამში. ეს აიტემი კიდე ამ შეზღუდვას ზრდის. ეს აიტემი კარგი არის ისეთი გმირებისთვის და ისეთ გმირებზე აწყობენ, რომლებსაც ჩვეულებრივ დარტყმაში რაღაც სპეციალური ეფექტები აქვთ და არ არის რეკომენდირებული, რომ მოვაწყოთ ისეთ გმირებზე, რომლებსაც კრიტიკული დარტყმა აქვს ან ამ პასივში, ან თუნდაც სკილებში, ან ამ აიტემთან ერთად არ არის რეკომენდირებული, რომ მოვაწყოთ critical chance-ის მქონე აიტემები, რადგანაც ამ critical chance ფიზიკურად ამ აიტემიდან ვერ მივიღებთ, ანუ critical damage-ს ვერ გავაკეთებთ, რადგანაც ამ ყველაფერს ეს აიტემი ანულებს. Corrosion Sight. ამ აიტემის ყიდვის შემდეგ, როდესაც ოპონენტს ჩვეულებრივ დარტყმას გავუკეთებთ, მას დამატებით damage-ს გავუკეთებთ და ასევე შევანელებთ მას. ოპონენტს როგორც ასეთი ცოტათი ანელებს, თან ძალიან ცოტა ხნით, მაგრამ ამ აიტემის პასივი ისტაკება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი შემდეგი დარტყმა მას უფრო შეანელებს. ამ აიტემს გააჩნია მეორე პასივიც, რომელიც აგრეთვე ისტაკება და მისი მიხედვით, როდესაც ოპონენტს ჩვეულებრივ დარტყმას გავუკეთებთ, ჩვენი შემდეგი ჩვეულებრივი დარტყმის სიჩქარე გაიზრდება. რა თქმა უნდა, ეს ტაკები რაღაც დროით ინახება, რაღაც დროის შემდეგ ისევ ნულდება და ჩვენი სიჩქარეც და ჩვენი damage-ის და ჩვენი შენელების ეფექტიც ოპონენტზე ნელ-ნელა გადის. ამ აიტემს შევხვდებით უმეტესად ისეთ გმირებზე, რომლებსაც attack speed-ი ჭირდებათ და ასევე ოპონენტის ცოტათი შენელება, რომ უფრო მარტივად მოკლან ისინი ან გაიქცნენ. Demon Hunter Sword-ი. ამ აიტემის ყიდვის შემდეგ ოპონენტს იმჟამინდელი სიცოცხლის რაღაც პროცენტს დავაკლებთ, როდესაც ჩვეულებრივ დარტყმას განვახორციელებთ მას. მისი პასივის მეორე ნაწილის მიხედვით ოპონენტზე მიყენებული ყოველი ჩვეულებრივი დარტყმა აღვიდგენს სიცოცხლის რაღაც ნაწილს. ეს რიცხვი ყოველი ჩვენი ლეველის მატებასთან ერთად იზრდება ცოტათი. ეს ორივე ეფექტი მინიონებთან შედარებით დაბალია. ამ აიტემის პასივიდან გამომდინარე, ის კარგი არის ისეთ მატჩებში, სადაც ოპონენტებს შედარებით დიდი სიცოცხლე აქვთ, ანუ კარგი არის ტანკების წინააღმდეგაც და ფაითერების წინააღმდეგაც, რომლებსაც დიდი სიცოცხლე აქვთ. Winter Crown. ამ აიტემის ყიდვის შემდეგ დამატებითი სკილებით გაგვიჩნდება და თუ მას დავაწვევით და გამოვიყენებთ, გავიყენებით. ეს ეფექტი ცოტა ხნით გრძელდება, მაგრამ სანამ ამ ეფექტის ქვეშ ვართ და სანამ გაყინულები ვართ, ოპონენტებს ჩვენთვის damage-ის მოყენება არ შეუძლიათ. ფაქტიურად მათთვის უხილავები ვართ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ სკილის გამოყენების დროს, როდესაც გაყინულები ვართ, სკილების გამოყენება არ შეგვიძლია, მაგრამ მანამ თუ გამოვიყენებთ სკილს, სანამ გავიყენებით, ეს სკილი არ გაუქმდება და ჩვეულებრივად გაკეთდება. ზუსტად ამ უკანასკნელის გამო ხშირად შევხვდებით ამ აიტემს ისეთ გმირებში, რომლების ულტის ანიმაციაც საკმაოდ დიდხანს გრძელდება, ეგეთები არის მაგალითად ალისა, ტერიზლა, ფრანკო, ოდეტა, გვინევერი, სილვანა, იანი და ასე შემდეგ. ეს იმ შემთხვევაში თუ გვინდა რომ ეს აიტემი შეტევისთვის გამოვიყენოთ, ხოლო თუ გვინდა რომ თავდაცვისთვის გამოვიყენოთ, ისეთი გმირების წინააღმდეგ არის კარგი, როგორიც არის მაგალითად ჰაიაბუსა, ჰელკარტი, იანი, ბენედეტა, ეუდორა, ლინუქსი, ვანვანი და ასე შემდეგ. Flatting Time. ამ აიტემის ყიდვის შემდეგ ყოველი kills ან assist-ის გაკეთების დროს ჩვენ ულტს აკეთება cooldown-ი, ანუ მისი გამოყენება უფრო მალე შეგვეძლება. რა თქმა უნდა, ულტის cooldown-ი დაწყილი უნდა იყოს, რომ ამ პასივმა, ასე რომ ვთქვათ, იმოქმედოს და ნელ-ნელა kills-ზე და assist-ებზე მას დააკვდეს დრო. ამ აიტემს ხშირად შევხვდებით ისეთ გმირებში, რომლებიც დამოკიდებულები არიან უმეტესად თავიანთ ულტებზე, ეგეთები არის მაგალითად ატლასი, ფრანკო, ტიგრიალი, ანჯელა, ესტესი, ფლორინი, ზეტიანი, კაჯა, ლევმორდი, იუჟონგი და ასე შემდეგ. რომელ გმირზეც კი ფიქრია, რომ აი ამის ულტიო საშიშიაო, ყველა გმირს უხდება თითქმის ეს აიტემი. ხო, აი ეს გმირი კიდე როგორ გამომჩა აზრზე. Skypiercer. ამ აიტემის ყიდვის შემდეგ თუ ოპონენტს საკმარისად დაბალი სიცოცხლე აქვს, როდესაც მას damage-ს გავუკეთებთ, ის პირდაპირ მოკვდება. ყოველი ოპონენტის მოკვლის შემთხვევაში სტაკები გვემატება, ხოლო თუ ჩვენ მოგკლავენ, ეს სტაკები დაგვაკლდება. რა თქმა უნდა, ამ აიტემს აქვს მაქსიმალური სტაკების რაოდენობა, რამხელაზე ასვლაც შეგვიძლია და ვით უფრო მეტი სტაკი გვექნება, მით უფრო დიდი სიცოცხლიდან შევძლებთ, რომ ოპონენტი პირდაპირ მოვკლათ.
ეს აიტემი ჩემი აზრით არის ყველაზე სარისკო აიტემი თამაში რომ ააწყო, რადგანაც თუ თავიდანვე ვერ გათვალე ის რომ ოპონენტების დაფინიშებას მარტივად შეძლებ შენი გმირით და ისე მოხდა რომ პირიქით მათ დაგაფინიშეს და სტაკები ვერ დააგროვებ, ფაქტიურად ამ აიტემს ტყუილად ყიდულობ და მოგიწევს რომ გაყიდო. სხვა აიტემებს ბევრად კარგი პასივები აქვს, რომლებიც early game-ში უფრო გამოვადგება. თუ ხედავ რომ თამაშის აწუთამდე 30 სტაკს ვერ აცდი, აუცილებლად გაყიდე ეს აიტემი ჩემი რჩევა იქნება. თუ ხედავ რომ შენს გარდა სხვა მათს ააწყო ეს აიტემი, აუცილებლად გაყიდე ეს აიტემი ჩემი რჩევა იქნება. მით უმეტეს თუ მან სტაკებში გაგასწრო, რადგანაც შენ ზემალე დააგროვებს დამატებით სტაკებსაც და შესაბამისად შენ მოკლის შანსი დიდად არ გექნება, როდესაც ის არის teamfight-ებში. ამიტომაც ეს აიტემი ფაქტურად ტყუილად გაქვს. ასევე თუ დაინახავ რომ late game-ში შენი სტაკების რაოდენობა 50-ს უკვე ჩამოწდა, ჩემი აზრით ჯობია რომ ეს აიტემი გაყიდო და რაღაც უფრო დიდი damage-ის მქონე აიტემი იყიდო, რადგანაც ბევრად გამოვადგება. არანაირად არ არის ამ აიტემის 2 ან 3 ქონა გუნდში, 2 კიდე შეიძლება თუ ძალიან ჩაგრაბთ ოპონენტებს, მაგრამ მაინც არ არის რეკომენდირებული late game-ში მით უმეტეს. თუ დაინახავ რომ შენიანებს ეს აიტემი 2 ან 3 აქვს დაწყობილი, ყოველთვის ურჩიეთ ხოლმე რომ გაყიდონ და ერთმა დაიტოვოს ხოლოდ, რომელსაც ყველაზე მეტი სტაკი აქვს, რადგანაც გუნდში თუ 3 წელი Skype-ი არის late game-ში, მაშინ როდესაც უკვე თამაში ყველა აიტემი ნაყიდი აქვს ყველას, ჩათვალეთ რომ 2 აიტემით ნაკლები გაქვთ. ერთი Skype-ი იმუშავებს, რომელსაც ყველაზე მაღალი სტაკები აქვს, მაგრამ 2-ს ჩათვალეთ რომ ტყუილად აქვს და ფაქტიურად ვერ გამოიყენებს ამ აიტემს. გუნდში კიდევ 2 აიტემის არ ქონა late game-ში, მაშინ როდესაც უკვე თამაში მთავრდება თითქმის, ჩათვალეთ რომ წაგებას უდრის ფაქტიურად. სულ ეს იყო დღევანდელი ვიდეო, იმედი მაქვს მოგეწონა, თუ მოგეწონა აუცილებლად დაალაიქე და გამოიწერე არხი, შემდეგ ვიდეოში კი განვიხილავთ magical item-ებს.